გილოცავთ შობა ახალ წელს. Როგორც ვიცი დღეს ემზადებით გრანდიოზული კონცერტისათვის. და როგორც ვიცი თქვენ მზადებით ხმის რეჟისორი და კონსულტანტი და რა შემოგთავაზებთ დღეს? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ერთგულ ასე რომ ვთქვათ, სმენელს, ვინც თვალყურს ადევნებს თქვენი სააგენტოს მოღვაწეობას, ყველას მივესალმები, ასევე მივესალმები ზუგდიდის მოსახლეობას, ჩემს თანაქალაქელებს, ჩვენს გულშემატკივრებს, მიულოცავ შობა ახალ წელს. მინდა რომ ბედნიერი წელი ქონებოდეთ, რაც ყველაზე მთავარია წარმატებული. ახლა რაც შეეხება კონცერტს, ცენტრ ოდიშთან არსებული ეს ბენდი უკვე წელიწადზე მეტია მოღვაწეობს. რეპეტიციები, პროგრამა შვენიერი შედგენილი. ძალიან ბევრი ცნობილი სიმღერის ქავერს უკრავენ ბიჭები. ძალიან ხარისხიანად, რაც ყველაზე მთავარია. დღეს ალბათ დაახლოებით 10 სიმღერას წარადგენენ მაყურებლის წინაშე. რავი, ძალისხმევას არ აკლებენ, რაც ყველაზე მთავარია. და სასიამოვნო საღამო იქნება ძალიან. იმედია ამინდის ხელს შეგვიწყობს ამ ყველაფერში. იქნება და რომელ საათზე დაიწყება კონცერტი? კონცერტი დაიწყება 9 საათზე. მანამდე მზადებაში ვართ, ხედავთ თქვენს და 12 საათამდე გასტანს. გარდა ამისა კიდე რამოდენიმე მომღერალი და თბილისიდან ჩამოსული კიდე ერთი ბენდი, ჯგუფი უბრალოდ რეგიონი მონაწილეობს ამ ყველაფერში, ცოცხალი შესრულებით. კარგი საღამო გამოვა ძალიან. კონცერტზე გამოვლენ, მონაწილეობას მიიღებენ რეგიონიდან, ნუ აიქ ზუგდიდიდან, ჩვენი ბენდი, მუსიკალურ ქორეოგრაფიულ ცენტრ ოდიშთან არსებული ბენდი, ასევე ოდოია, ანსამბლი ოდოია, ნანა ჩიქავა, თიკო ხაჭავა და თბილისიდან, როგორც უკვე აღნიშნე, ჯგუფი რეგიონი. და ელოდეს თუ არა ჩვენი მაყურებელი რაიმე სურპრიზ თქვენგან? ვიშენ მაგაში შეხედული არ ვარ რას აპირები. ბოლოს, ნუ აი დაახლოებით 12 საათისკენ უკვე იქნება ქალაქის მერის მილოცვა. შემდეგ კიდე DJ ჯორჯ შამანი ელექტრონულ მუსიკას აჟღერებს სცენაზე და იქნება ელექტრონული მუსიკის პარტი, ასე რომ ვთქვათ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზუგდიდის ცენტრალურ პარკში, სადაც მიმდინარეობს ჩემს ზურგს უკან სცენის მონტაჟი. დღესა გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, ზუსტად 21 საათზე, სადაც გამოვლენ ძალიან ბევრი ცნობილი მომღერლები, ასევე იქნება რამოდენიმე ბენდი. დასრება არის თავისუფალი, ყველას გილოცავთ შობა ახალ წელს.